მივესალმები ქართული არხის ტელემაყურებლებს, ვაგრძელებთ გადაცემას პირდაპირ ეთერის შეკითხვა მოძღვარს და ზარია პირდაპირ ეთერში. მშვიდობა მამაო დამლოცეთ. მადლი გვიმრავლოს ღმერთო, გაიხარეთ. მამაო, ასეთი შეკითხვა მაქვს. ჩვენ ვიცით, რომ სახარებიდან მაცხოვარი ჩვენ გვეუბნება და გვპირდება, რომ არც ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან ჩემი ნების გარეშე. აი მაინტერესებს ღმერთისგან არის, როდესაც მაგალითად ავტოკატასტროფაში უდანაშაულო ადამიანები ან ბავშვები რო გარდაიცვლებიან ხოლმე, როდესაც ჩემ თავზე რაღაც განსაცდელი იყო ცხოვრებაში, მე ამის გავამართლე, იმიტომ რომ ჩემი ცოდვებიდან, ჩემი არასწორი ცხოვრებიდან და ჩემი არაეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე, თუნდაც ეკლესიის ხშოცაც ვარ, მაშინაც კი გამართლება ქონდა ამას. მაგრამ აი როდესაც უდანაშაულო ადამიანი იღუპება ან ბავშვი, ან ომებში, ან ავტოკატასტროფებში, ან უამრავ სხვა რაღაცებში, აი ამის ახსნა მაინტერესებს და აი რატო ხდება ეს და რატო არის ესეთ როდესაც ბოროტი მძლავრობს ესეც ღმერთისგან დაშვებულია. მადლობა შეკითხვას. დიდი მადლობა. საერთოდ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვან დოგმატებზე, რომ ღმერთმა წარმოაცალიერა თავითვისი, ანუ კენოზისი გააკეთა და ხატი მონისა მიიღო, ნიშნავს იმას, რომ ღმერთს შეუძლია რაღაცა დროს მოადუნოს თავისი ფარველობა და სხეულს მისცეს თავისი ბუნებრივი სვლა, რაც ღმერთს შექმნილი აქვს და მას ჩადებული ძალებია და ის ძალებიც არ არსებობს თუ ღმერთი უკან არ უდგას და ვიცით ერთი რამე, რომ ყველაფრის უკან დგას ღმერთი. ანუ როდესაც მაგალითად მანქანაში მე გას ვაჭერ პედალს, ან უშვებ პედალს, ან მუხრუც ვაჭერ, ეს ხო მე მართავ ამას. ამიტომ ღმერთი ასე მართავს ყველაფერს. თუნდაც კატასტროფაში ვინმე დაიღუპოს, თუნდაც რამე მოხდეს. ეს არის აბსოლუტურად ყველაფერი არის ღვთის კონტროლ ქვეშ. აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია თუ ღმერთს არ უნდა რამე მოხდეს. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ ყველაფრის უკან და ყველგან დგას ყოვლის შემძლე ღმერთი. ყოვლის შემძლე სიბრძნით, ყოვლის ცოდნე გონიერებით და სრულად უნაკლო. თუ ამ ყველაფრის უკან ღმერთი დგას, აბსოლუტური გონი და აბსოლუტური ძალა, ეს გულისხმობს, რომ მის გარეშე არ ხდება არაფერი. ჩვენ როგორ აგვაქვს სამყარო წარმოდგენილი, ხო, ეს ებრაელებს აქვთ არა ასეთი გამოთქმა, ეს ცნობილი ცუმცუმ ასეთი გამოთქმა, ბერძნულში კენოზისი, წარმოცალიერება, რომ ყველგან ყოფილია ღმერთი და ყველგან არსებობს საღვთო დიდება და ღმერთს რო შეექმნა სამყარო, ჯერ ეს საღვთო დიდება უნდა გამოენთავისუფლებინა. იმიტომ რომ ეხლა თქვენ რომ მოიდომოთ მაგალითად და ზღვაში რომ დანერგოთ პომიდორი. ხო ვერ დანერგავთ, იმიტომ რომ ჯერ ზღვა უნდა დააშროთ. და მერე უნდა დანერგოთ ზღვაზე პომიდორი. მერე უნდა დარგოთ, როცა დაშრება ზღვა, იქ პომიდორი, მერე გაიხარებს. თუ ისე ვერ გაახარებთ, ხეს ვერ დარგავთ. ასე რომ ღმერთს რო სამყარო შეექმნა მატერიალური, ჯერ თავისი დიდებიდან უნდა გამოენთავისუფლებინა რაღაცა ნაწილი თავის ყველგან ყოფობლობაში. და აი ამ გამოცარიელებულ ადგილზე შეავსო ის რაც შეავსო და რასაც შევხედავთ, პლანეტები, ვარსკვლავები, უხილავი სამყარო. რატო? იქ სადაც მან მოაკლო ღვთის დიდება, თავის შექმნილ სამყაროს გადასცა დიდება და უთხრა სამყაროს, რომ რა დიდებაც მქონდა მე აქ, ეს დიდება გაატარე შენ თავში და ისევ ამ დიდებით ამომივსე ჩემი გამოცარიელებული ადგილი. მაგრამ ამ დიდების მატარებელი და მფლობელი უკვე იყავი შენ. აი თუ გესმით, აი თუ მომყვებით ასში კარგი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ყველაზე, როგორ ვთქვა, აი ყველაზე მაღალი საღვთისმეტყველო
მიდგომებია აქ ქრისტიანობაში, როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ საერთოდ შემოქმედებაზე. ამას თქვენ ვერცად რელიგიაში ვერ ნახავთ ვერსად. ამიტომ ჩვენ რასაც ხედავთ მზეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, თუნდაც დაცემული სახით, ესენი არიან ის აჩრდილები, ის სუსტი რაღაცა გამოვლინებები, რომელიც ჩერჩათ მათ თუნდაც დაცემის მერე. აი მზეს რო აქვს თავისი სიმხურვალება, რაღაცას რო აქვს თავისი, ეს არის ღვთის ძალები გადაცემული მატერიაზე, ყველაფერს. ადამიანს ღმერთმა გადასცა ყველაზე მნიშვნელოვანი დიდება. სხვას თუ გადასცა რაღაც სხვადასხვა ძიდებები და ადამიანს გადასცა მისი პიროვნული თვისებების დიდება. და ადამიანის შექმნა მისი პიროვნების დიდების ხატად. რა თქმა უნდა, მასაც აქვს ბუნება, რომლითაც ის ნეტარობს ბუნებაში, რომელიც ღმერთმა შეუქმნა. მაგრამ ადამიანი შემოსილია ყველაზე დიდი ხატებით. იმ გამოცერილებული სამყაროდან, სადაც იყო ღმერთი. ეს არის მისი პიროვნული დიდება, მისი პიროვნული ხატება და სახება. ეხლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთზე და ჩვენ თავზე, ღმერთი ჩვენთან ურთიერთობს როგორც თავის მსგავსთან, როგორც ყოვლის შემძლესთან. იმიტომ ის ჩვენც აგვიხვავს როგორც ყოვლის შემძლეს. იმხელა შესაძლებლობა მისცა ადამიანს ღმერთმა, რომ კაცმა ღმერთი ჯვარზე გააკრა. და სწორედ ამაშია საქმე, რომ ღმერთი ამ პიროვნებებს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ახლა, თუნდაც უკვე დიდება მოკლებულებს. ხო, ყოველთა შეცოდეს და მოგადიდებას ღვთისას. ამ პიროვნებებს არ ტოვებს აღზრდის გარეშე და ამ პიროვნებებს არ ტოვებს საერთოდ ყურადღების გარეშე. ეს არის სრულად გამოსხოთ, იმიტომ რომ ღმერთში თვითონ უყურადღებობა არ არსებობს. ეგეთი რამე მოვლენა ღმერთში უყურადღებობა არ არსებობს. ამიტომ თუ სადმე რამე ხდება და ეს არის ანარეკლი თუნდაც ცოდვისა და თუნდაც არ არის ანარეკლი ცოდვისა, ღვთის განგებით ხდება. აი მოგიყვანთ მაგალითს ასეთ სახარებიდან. ჯერ სანამ ამ მაგალითს მოვიყვან, შეგახსენებთ, რომ ბიბლიაში ასევე ბიბლიაში ვერ ახსოვს ახლა ყველგან ლაპარაკია, რომ ყველაფერი ხდება ღვთისნებით. შეიძლება ეს ნება მთლად არ უნდოდეს, სასურველი არ იყოს, მაგრამ მაინც ღვთისნება, მაინც მიუშვებს იმას. ანუ აძლევს უფლებას, რომ ასე ამ სახით გამოვლინდეს მის სიცარიელეში. თუნდაც მისი დამახინჯებული დიდება, მაგრამ იმას არ გააკეთებს, რაც ღმერთს არ უნდა. და მის განგებულებაში არსის. ანუ შეიძლება ჩვენ მოვინდომოთ სიკეთე და ღმერთს არ უნდოდეს და ვერ გავაკეთოთ და შეიძლება ჩვენ მოვინდომოთ ბოროტება და დაუშვოს ღმერთმა და გავაკეთოთ. თუ ღმერთმა არ მოინდომა, ვერც სიკეთეს ვერ გავაკეთებთ, ვერც ბოროტებას. ანუ ის მაინც თავის განგებულებას საბოლოო ტრიუმფისათვის აკონტროლებს. როგორ ანაირად ამას ჩვენ უკვე როგორ წერია, ხო, აღდგომა დღეს მივხვდებით ყველაფერს. და არ იქნება რამე აუხსნელი, რომელიც დარჩება ადამიანისაგან. ეხლა როცა ლაპარაკობთ ჩვენ რაღაცა უბრალო შემთხვევებს. აი სახარებაში ნახეთ ეს რამე თქვა. რომ მაცხოვარი მოდის მოყვებიან მოციქულები. და ამ დროს დაინახეს ტაძართან ვინმე შობიდან ბრმად ყოფილი, ბრმადშობილი. ბრმად მოვლენილი ამ ქვეყანაზე და მაცხოვარს ეკითხებიან მოციქულები. ამან შეცოდაო ბრმა რო დაიბადაო თუ ამის შობლებო? ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? ერთი ნიშნავს, რომ ეუბნებიან მოციქულები. ამის მშობლების ცოდვის გამო დაიბადა და ამით მშობლები დაისაჯენ და მისი შვილი გააგრძელებდა რაღაც ბოროტებას და ამიტომ არის ბრმა. თუ რაღაც გააკეთებს მშობლებმა, რაც შედეგია ბროსი ბრმავე, თუ ამას აქვს ისეთი რამე ცოდვა, რომელსაც ჩაიდენდა და ღმერთმა ის ბრმად დაბადა. ანუ ამაშივე უკვე იყო დედის მუცლიდან შობა. არსებობს ასეთი პიროვნული რაღაც საიდუმლოება ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც აი მაგალითად წერია, რომ მუცელშივეო მათო შეცოდესო ღმერთს არის სხვაგან ბიბლიაში.
და მაცხოვრებუნება არაო არც ამას არ შეუწოდავსო არც ამიშობლებსო ესო გადაწყვიტა ღმერთმასო ანუ ღვთის განგება ჩვენ ხედავთ ერთგან ბავშვი როდესაც იღუპება ის სოლომონი ამბობს მოკვდა მართალი არა სიბერეში ახალგაზრდობაში სიყმაწვილის ასაკში გაფურჩქნის ასაკში და ურწმუნება დაინახეს და თქვეს რომ აი მორწმუნეთის ეიღუპებაო როგორც ურწმუნოოდა რა აზრი აქვს როგორი ცხოვრება და ვერ ხვდებიანო ისინიო რომ ღმერთმა იცის ადამიანის სუსტი ბუნებაო რამე თუ გურიობა მან კაცისა ცვალის გონება იკაც უმანკოთაი ანუ ემოციებმა და განცდებმა და სხვადასხვა აი რაღაცა ესეთი ეიფორიებმა შეიძლება ადამიანის გონება შეცვალოს ბოროტისაკენო და ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა და გაიყვანა. ანუ ღმერთი აშენებს ცათასასწრაფოებს და რჩეულებს კრებს და იქ რა დაკომპლექტება მიდის ჩვენ არ ვიცით. მაგრამ იმისთვის ითვლება ყველაფერი. ცათასასწრაფოებია ბოლო წერტილი და იქ რაღაცას ღმერთი აკეთებს. ამიტომ ვის როგორ ანაირად ზოგჯერ ხდება შეიძლება შედეგიც იყოს რაღაცა ცოდვის, მაგრამ ასე მათემატიკურად ჩვენ რო გავთვალოთ რომ კონკრეტულად ამ ცოდვის გამო კონკრეტულად არ ვიცი ჩვენ ეს. ყველანაირი გათვლა აქ იქნება უზარმაზარი შეცდომა იმიტომ რომ მაშინ ჩვენ უნდა ვფლობდეთ ცათასასწრაფოების სიბრძნეს. ჩვენ უნდა ვფლობდეთ ზუსტად ცათასასწრაფოების საცვამენ ამ ადამიანს. რატომ იბადება და სად მიდის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ ღვთის განგებულება. ამიტომ ჩვენ რო ხედავთ ზოგჯერ არის ცოდვის შედეგი, ზოგჯერ არ არის ცოდვის შედეგი. ყველა შემთხვევაში ღვთის განგებულება ცათასასწრაფოებისა და ცათასასწრაფოებისთან ურთიერთობაში ცოდვა და მადლი არის ამოქმედებული. აი გახსოვთ არ ბიბლიაში სხვა ადგილზე რომ მართალმაო 7-ჯერ შეცოდოსო და დაეცესო 7-ჯერ წამოდგებაო და ცოდვილი წევსო ცოდვაში. მთელი სოფელიო ცოდვას შინე კიტე ბერძნულში ეს სიტყვა ჩაწოლილი. ხო ანუ რაღაცა არსებობს ხო აი მართას პატიებს ღმერთი ხშირად რომელიც შეიწყალა რომელიც შევიწყალა მართას ადვილად პატიებს და უმართებულო არც ნანობს რა უნდა პატიოს აი აქედან გამომდინარე ჩვენ არასოდეს არ უნდა ვთქვათ ეს რატომ მოხდა შეიძლება გვაჩვენოს ღმერთი რომ კონკრეტულად ამის გამო რაღაცა მოხდა და გაჩვენა რომ რაღაც უდვა ისჩი შეიძლება ესე შეიძლება მოხდეს შეიძლება არ მოხდეს მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ თუ რამე ხდება ცათა სასუფევლის სრულყოფილი აღშენებისა და მოწყობისათვის. ამიტომ იქ იმ ქვეყანაზე ვის როგორ აკომპლექტებენ, თქვათ, ვის საცვავენ, ვის როგორ აცხოვრებენ, ვინ რა ჰარმონიაში არის გათვლილი, ჩვენ არ ვიცით. ხო, ცათასასწრაფოებშიო მრავალი სავანიაო, არა სახარებაში წერია და აი იქ რა არის? მე მოვიდე და წაგიყვანო. ანუ ღმერთს რატომ მიყავს ეს ადამიანი ჩვენ ეს არ ვიცით. ხო? ვიღაცა შეიძლება ისჯება, იმიტომ რომ მე ცათასასწრაფოებს სადღაც ხელს უშლის და ვიღაცას დააბკოლებს და ის მართლა ცოდვის გამო გაიყვანონ და ვიღაცა პირიქით იმიტომ გაიყვანონ, რომ უკვე არის მზად ცათასასწრაფოებისათვის. და მე შეიძლება უკვე იმისი კარგად განვითარებაო იქით უფრო. და არ გაუკუღმართდა მისი პიროვნება. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ. ამიტომ ამისი ძიება ახლა ჩვენთვის არის როგორ ვთქვა ნემსი რო ვეძებოთ ალბათ წყარო კი ეს ჩაგდებული. ზარი ეთერში გისმენთ? მამაო თქვენ და დამლოცეთ. მადლი გვიმრავლოს ღმერთმა გისმენთ? მადლობთ. მამაო ეს მხრივ იოანე ნათლისმცემელი ამბობს რომ მუსფრინანულში უნდა ვიყოთ და შევინანო და მეორე მხრივ 99 ფსალმუსში ნათქვამია რომ ხიარულებით ემსახურენით ღმერთს და ნამდვილად უფლით ჩემთავზეც ღმერთო მაპატიე გამომიწია რომ თუ რამეს ნამდვილად სიყვარული და სითფოთი და ხარულით ვაკეთებ მაგრამ ერთდროულად მამაო ეს მარტო წინდამების ხვედრია რომ ერთდროულად ერთ ადამიანში იყოს მუდმივი სინანული თავისი წოდების გამო და მუდმივი სიხარული უფლის მსახურებისა და მუდმივი მხიარულება ეს მარტო
წმინდა მამების ხვედრია თუ ჩვეულებრივმა ადამიანებმაც შეიძლება მიაღწიონ ამას და თუ ეს შესაძლებელია, მაშინ როგორ შეიძლება რომ ჩვენ ამას ნელ-ნელა რა თქმა უნდა მივაღწიოთ. დიდი მადლობა და იცოცხლეთ. გაიხარეთ. არსებობს ასეთი ცნობილი ტერმინი წუხარება სიხარულისა. ჩვენ ეკლესიაში გვაქვს ასეთი ლოცვაც. მიხინე მეცოდვის ამას და შემიწყალე. ხო, ასე არ ლოცულობს ავაზაკი კი არა, მეზვერე. ანუ რა ხდება? ჩვენ ხო სინანული არა გვაქვს იმის გამო, რომ ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე. ჩვენ ხო სინანული არა გვაქვს იმის გამო, როცა კარგი რამე რო გავაკეთეთ. ჩვენ სინანული გვაქვს რაც შევცოდეთ, მაგრამ დანარჩენი გვიხარია ყველაფერი. ჩვენ სინანული როცა გვაქვს, აი სოლომონს რო აქვს, რომ შისა უფლისა სასუება არის მრავალი. რითი განსხვავდება ის სხვა შიშებისაგან. ჩვენ ხო სინანულში ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღმერთი ამას მოგვიტევებს. როცა რამესო ლოცულობსო, რამესო ლოცულობთო, თუ არ გწამთო რომ მოგეცემათ, არ მოგეცემათ. ესე იგი შენ რო ლოცულობ და ხარ სინანულში, რომ ღმერთო რაღაცა მაპატია, თუ არ გწამს რომ გაპატიებს ღმერთი, მაშინ რატო ლოცულობ? ანუ ჩვენი ლოცვაც უკვე არის მიმართული რხინებისაკენ. და რხინება ძველ ქართულად ნიშნავს შვებას. აქედან ეს სიტყვა მე ქართულში ხენა. ამ ნიშნულობით მოდის. და როდესაც ჩვენ ლოცულობთ რომ ღმერთო მილხინემე, ამას ვეუბნებით რომ ღმერთო სიხარული მომანიჭე და მაგრძნობინე რომ ეს ცოდვა შენ მომიტევე მე. ეს ცოდვა მომიტევე. ამიტომაც არის სახარებაში გახსოვთ ერთ ადგილზე რომ თუო გინდათო რომ მსხვერპლი შეწიროთო ღმერთსო, ჯერო წადითო და ვისაც რამე აწყენინეთო, იმასო ბოდიში მოუხადეთო და იმისი გული გაამხიარულეთო. იმიტომ ის დატოვე შენ წუხარებაში, დატოვე ტკივილში და ეხლა შენ გინდა რომ გილხიოს ღმერთო და ის ულხინო დარჩეს, გამურიცხულიაო ეგო. ეგ ზღაპარია. არ იქნება ეგო. ამიტომ წადი ჯერ იმისი გული წალხინე და მოდი და ღმერთის გილხინს. აი დღეს რაც უნდა წაგვეკითხა სახარება და როგორ ჩანს ვერ ვასწრებ. ასე რომ მთელი ქრისტიანის ცხოვრება არის წვენა. და მორწმუნეობა სწორედ ეს არის, რომ მე ყველგან შემაქეს სიხარული სახარებისა, მიტევებისა, მეც პატიებ და ღმერთის პატიებს. და მე თუ მაქვს რამე სინანული, მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ სიხარულად გადამექცეს. აი გახსოვთ არის სახარებაში ასეთი ადგილი, მაცხოვარი რო ეუბნება სინანულზე. თქვენ ეხა წუხართო და მწუხარე და სინანულში ხართო მოციქულებს ეუბნება, მაგრამ თქვენიო მწუხარებაო სიხარულად გადაიქცევო. ეს სწორედ ასე ადამიანი, როდესაც წუხარებაშია, სინანულშია, იმიტომ არის სინანულში, რომ ხვალე სიხარულად გადაიქცეს, რომ ღმერთმა აპატიოს და რამდენადაც უფრო დიდად არის სინანულში და აპატიებს ღმერთი, უფრო მეტი დიდი სიხარულია იმისთვის. გახსოვთ სახარებაში როგორ არის? ვინცო მეტად შეინანაო, მეტადსა შეიყვაროსო. ხო? ეს მთელი ეს ტკივილი გადადის უკვე სიყვარულში და უკვე იმერთგულებაში, რომ რადგან ეს შენ მაპატიე ღმერთო, მე ამას აღარასოდეს აღარ შევცოდა. ასე რომ და აი ამ სიყვარულით გერჩება მე ღმერთი კაცი ღმერთთან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ სინანულზე, ჩვენ აქ რაღაცა მაზოხისტურ გრძნობაზე კი არ ვლაპარაკობთ. უსასო, უიმედო და უმიზნოზე. თუ ამ შემთხვევაში აზრი აღარ აქვს. პირიქით ჩვენ ვლაპარაკობთ აბსოლუტურად გამიზნულ მოქმედებაზე. ზუსტად გამიზნულ რაღაცა ქმედებაზე, როდესაც მე ვნანობ იმისათვის, რომ ღმერთმა მომაპატიოს. როდესაც მე ვევედრები ღმერთს, რომ მაგრძნობინე, ლხენა და შვება. აი ეს ტერმინებით ჩვენ რო გვაქვს, ხო, მაპატიე, შემინდე, შემიწყალე, მილხინე. ყველა ტერმინი არის რაღაცა მიზანზე გათვლილი. რაღაცა სათხოვარია ღვთისმე. შემაგად მაპატიე ნიშნავს ღმერთო პატივი დამიბრუნე, რომელიც გქონდა დაცემამდე. იმიტომ რომ თქვენ რო ვიღაცა რაღაცას გიფუჭებთ, ან არ გიერთგულებთ, ან მოგატყუებთ, ან ხო თქვენ თვალში ხო პატივი ხო ეკარგება. ადრე პატივში ყავდათ, ეხლა იმ პატივში აღარ არის. როცა გევედრება ის, რა უნდა გთხოვოს? რომ მაპატიე გეუბნება, იმიტომ რომ მართლა შემეშალა და აღარ მომიდგე შენ იმითი რაც დავიმსახურე იმ პატივით. დამიბრუნე ძველი პატივი რაც გქონდა შენთან. იგივეა შემინდე. შენ რო ადამიანი რაღაცას გაგიფუჭებს, ნდობა გეკარგება მისი.
და ეუბნები მე რომ ღმერთო შენ ახლა უკვე აღარა ვარ მე სანდოკაცი მომეცი რაღაცა და გავაფუჭი და მენდე კიდევ დამიბრუნე ეს ნდობა რომელიც მქონდა ჩემთან ეს არის სწორედ ხო როდესაც ვითხოვთ ჩემი წყალით გახსოვთ როგორ არის სახარებაში ერთი წიგა წყალი რო დაალევინოსო ის არ დაეკარგია ეს ნიშნავს რომ აი ღმერთო თუ რამე სიკეთე გამიკეთებია ეს არ დამეკარგოს ჩემი ცოდვებით და მაპატიე ჩემი ცოდვებით ეს სიკეთეც გადამივიდეს მე სასუფევლისათვის ღირსეულ სიკეთეში არის გახსოვთ სახარებაში ეს ადგილი რომ ღმერთი რას აკეთებსო სხლავსო ზედმეტებს ვაჭრისო და კარგსო ტოვებსო რომ ნაყოფ მეტი გამოიყოს აი ჩემი წყალი ზუსტად ეს არის რომ კარგი დამიტოვე და ცუდი გასხალი რომ კარგი ხომ აქ ეს შემრჩეს ეს დამიტოვე და ამითი ამაღორძინე აი ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ მილხინეცა ესეც აქეთკენ არის გამიზნული მილხინე გულისხმობს რომ ღმერთო მე მართლა სინანულით ლოცულობ მე მართლა სინანულს გამოხატავ შენ და მიდა მილხინე ანუ შვება მომეცი და ეს სინანული აი ეს ტკივილი მწუხარება რაც ამაქვს მე ამ ცოდვის გამო სიხარულად გადამიქცია რომ გამაგონე შენი მოტივების სიტყვები მაგზნობინე შენი მოტივება და მე ადამიანი როდესაც ეკლესიურად ცხოვრობს გარშემო რა ურთიერთობა ეკლესიასთან თუნდაც მოძღვართან თუნდაც ახლობლებთან გარემოსთან მთლიანად მისთვის ნათელი ხდება და ხდება ღმერთმა რა დროს მიუტევა გრძნობს ამას და ყოველთვის უფალთან არის უკვე სხვა არსებით სხვა პიროვნება ხდება ანუ პირმეტყველად კი აღარ საუბრობს ღმერთთან მითხარი და გითხარი ასე კი არ ლაპარაკობს მატერიალურად სულიერი ურთიერთობა სრულიად რომ შეიძლება სიტყვის გარეშე გააგებინონ ერთმანეთს როგორც ხდება ხოლმე ადამიანს როცა ერთმანეთი უყვართ ზარი ეთერში გისმენთ ადლი გიმერო შეიძლება ეს რაღაც უცაურად და რაღაც ერთი ნაბავი თქვა და როგორ არის და რა არის ეს აბოლო დროს ტენდენცია არის ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ რომ ახალგაზრდები ხოცებია და ხოცავენ ერთმანეთს დანერით ხო და ეხლა რა ხდება ახლა ამას წინათ 22 თებერვალს თავის შეყვარებულმა გოგო მოკლა რა დანით ხელი გამოჭრა ახლა ჯერ ერთი კაცი რომ დანაჯიბეში ჩაიდეს მე ახლა კითხვაში არ ჩავარდე მაგრამ ის კაცი სულ არ არის მეცხოვრებაში 60 წელს ვარ მიღწეული და დანაარდები ჯიბეში არ აწოდი მაგრამ მოკლა ადამიანმა ეს გოგო ახლა ამ გოგოს მოწამეობრივად შეეცვლება ეს სიკვდილი აწამა რა რო იტყვიან იცამა ამ გოგომ და აი ამ გოგოს ხვედრი როგორ იქნება იქ ამბავ ეს სასופევლისთვის ვამზადებს დალოცვილი უფალი თუ მე მგონია აი ორი ტანჯვარ უნდა არსებობდეს და როგორ იქნება და ამ გოგოს მოხსენიება ხო შეიძლება საერთოდ მოსასწრებელშიდაც აი ორი ტანჯვარ უნდა არსებობდეს და ცნობილია რატომ მოხდა ეს ამბავი მე არ ვიცი ადლობა შეკითხვისათვის მე არ ვიცი ღმერთმა აცხონოს ის ადამიანი და თუ საშუალება და შესაძლებლობა არსებობს ღმერთმაც მიუტევოს იმ კვლელს ეს და საერთოდ ეს ცნობილი ის არის რომ მიტევება ხდება აღდგომა დღეს ნამდვილი იმიტომ რომ მიტევება არის ცოდვების გამოსწორება თუ იმ ადამიანი მოკლა მიტევება ხდება მაშინ როცა ამ ადამიანს ვინმე გააცოცხლებს ასე რომ უფალს შეუძლია მარტო ადამიანი გაცოცხლოს და ამიტომ მარტო უფალს შეუძლია უთხრას ადამიანს რომ მე შენ ცოდვა მოგიტევე იმიტომ რომ ამ ცოდვას მე გამოვასწორებ ეხლა რაც შეეხება გამოწვევას მე არ ვიცი ეხლა ამიტომ ამას არ ვიცი რა ხდება ვიზია ლაპარაკი როგორ არის მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ადამიანი ხშირად არ უფრთხილდება მეორე ადამიანის გრძნობებს და ადამიანი ხშირად ვერაცნობიერებს რამდენად ბოროტ სამყაროში იმყოფება. ხშირად ადამიანი ვერაცნობიერებს რამდენად დიდ ბოროტებასა და ტკივილს აიჭებს მეორე ადამიანს. თუნდაც სულიერს.
გვაქვს ჩვენ ასეთი პატერიკი, როდესაც ერთ-ერთი ადამიანი გადაწყვეტს, რომ იძალადოს მეზობლის ცოლზე. და როდესაც გადაწყვიტა მან ძალადობა, რა თქმა უნდა, ჯერ ცდილობდა, რომ ეს ქალი როგორ მეცდუნებინა და სხვადასხვა თქვა საჩუქრებით მოელბო გული, მაგრამ როდესაც ვერ დაითანხმა ეს ადამიანი, გათხოვილი ქალი იყო, ჩვეულებრივ ქმარი უყვარდა და ძალიან საყვარელი ოჯახი ჰქონდა. და როდესაც ვერ დაითანხმა ეს ადამიანი, გამწარდა და მერე მოკლა. მოკლა იქამდე რომ შეიჭრა სახში, ძალადობა გადაწყვიტა, მაგრამ ამ ქალმაც გაუწია წინააღმდეგობა და აი ამ მდგომარეობაში რომ მიხვდა, რომ რაც უნდა ის არ მიიღო, ანუ ამ ქალის გული უფრო უნდა და რაღაცა მისი კეთილგანწყობა, ეს ქალი დაჩეხა. და ფაქტიურად ეს ქალი სიწმინდეში ეწირა. და ჩაათვალეთ რომ მოწამე. ეხლა რა ხდება? იმ სოფელთან ახლოს განდეგილად ცხოვრობდნენ ბერები. და ერთ-ერთ ბერსო ქონდაო ძალიან დიდი სიძვის ვნება. და ამას ებრძოდა რამდენიმე თვე, პირდაპირ ეშმაკის თავდასხმა იყო და ბოლოს მოძღვარს უთხრა, რომ აღარ შემიძლიაო და რაღაცა უნდა მიშველო, მომიხერხო. ამ მოძღვარმა უთხრა, რომ წადიო, დაუსახელა ამ ქალის საფლავი სად იყო და მიდიო და უთხრა ესე ამოიცნობ ამ ქალის საფლავს და მიდი და ამ საფლავზე ილოცეო. დღესო ღამეო და ხვალ ამოდი. წავიდე ეს ახალგაზრდა, ილოცა ამ საფლავს და იმ დღიდანო ბრძოლამ გაუარა. ესე იგი, არა მარტო წმინდანად შეირაცხა, პირდაპირ ესეთი მეოხი გახდა, არა მარტო ცხონდა, არამედ მეოხი გახდა და ის ძალა შეიმოსა ზეცაში, რომ ქვეყანაზეც კი ეწეოდა უკვე ადამიანებს. ესეთი პატერიკი ჩვენ გვაქვს. თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ ადგილი, მაშინ ეს სერიოზულად მოწამეობრივი და აი დიდ მოწამეობრივი პატივია. თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ადგილი. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მეორე შემთხვევა არის უაზრო კეკლუცობა. უაზრო კეკლუცობა ეს ხშირად იციან გოგოებმა ადამიანს ზედმეტად გაუცინებენ, ზედმეტად ახლო შედიან ურთიერთობაში. ის ადამიანი შეიძლება არ აღმოჩნდეს სულიერად ისეთი ძლიერი და თავის თავზე კონტროლი დაკარგოს და ამას მერე ამატებენ შეურაცხყოფებს, ამას მერე პიროვნულ შეურაცხყოფებს აყენებენ კაცს და ამას უკვე კაცი ვეღარ იტანს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ რო დავაკვირდეთ, ძალიან დიდი შეტევა მიდის კაცებზე. რაღაცა გაგებით ხო, უფრო ინფორმაციულად ისე რომ აი სამუშაო არ აქვს, ცოლის მოყვანა არ შეუძლია, კაციც ხედავს რომ ხშირად ქალების უმრავლესობას თქვათ ფული უფრო აინტერესებს ვიდრე სიყვარული და კაცი უფრო სხვადასხვანაირად სულიერად აზროვნებს უფრო და უფრო რაღაც სიყვარული უნდა. მერე ხედავს რომ ხშირად არასამართლიანად განიკითხავენ ქალების გამო. ხო, აი არიან ეგეთი კატეგორია. ეხლა მე რაღაც ერთ კატეგორიაზე ლაპარაკობ არა ყველას. და ასეთი ადამიანები ფაქიზები არიან ძალიან. და რომ გამოდიან მდგომარეობიდან თავის თავსაც ვერ აკონტროლებენ. აი ეს შემთხვევა თუ გვაქვს ჩვენ აქ მეწამეობრივი მკვლელობის სიკვდილთან არ აქვს საქმე, ეს არის გაუფრთხილებლებასთან. რომ აი ადამიანმა თქვათ გაიარე წითელზე და დაგეჯახა მანქანა. არ უნდა გაგიარა წითელს. იმიტომ რომ არსებობს რაღაცები, რაც ცხოვრებაში არ უნდა გააკეთო და იმაზე ანთებულია წითელი. აი ესეთ შემთხვევაც არის. ამიტომ ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ. ყველა მძღოლი ჩვენ რო წითელზე გადავდივართ. არ არის სპორტის მასტერი და არ არის მრბოლელი. და შეიძლება ვერ დაამოხრჭოს. ასე რომ დიდი სიფრთხილე მართებს ადამიანს, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. და როდესაც ღმერთთან არის ადამიანი, ლოცულობს,
ღვთისძალას ითხოვს, მას ეს სიფრთხილე აქვს. როცა სიწმინდეს მისდევს, მას ეს სიფრთხილე აქვს. როცა ღმერთს უსმენს, მას ეს სიფრთხილე აქვს. როცა ღვთის საზოგადოებაშია, მას ყავს ფარველები. ასე რომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი ერთად. ეხლა მე რადგან არ ვიცი კონკრეტული შემთხვევა ამ პიროვნებასთან რა მოხდა, მართლა იქ რა იყო, ამიტომ მე არ შემიძლია კონკრეტულ შემთხვევაზე რაღაცა ვარაუდი გამოვთქვა. თუმცა მწუხარებით შეიძლება ვთქვათ ისეთი რამე, რომ ეს მოვლენა ერთისთვისაც აზიანოა და მეორესთვისაც. ხო? თუნდაც ის ქალი მოწამეობრივად რო გარდაიცვალა, მას ეს სიწმინდე მუდმივად ჰქონდა, ხო? ნუ რომ მოკლეს ახლა მე რაც მოგიყევით ის ამბავი, ის ხო დააკლდა თავის შვილებს, თავის ოჯახს, თავის ქმარს ხო დააკლდა, ესეც ხო ზარალია ოჯახისთვის, ხო? კი, უფალი ისეთ ანაზღაურებს მარადიული სამყარო გველის ჩვენ და მარადიულ ანაზღაურებას ლაპარაკობ, ვის მოაგონდება 2011 წელი ან 2012 ან 2017 წელი. ვის მოაგონდება? ჩვენ კი არა, ის აღარ გვახსოვს. წინა საუკუნეებში და რაღაცა რამდენიმე კვირის წინ მოხდა რაღაც ამბავი, შეშფოთდება ჩვენი გული, მე ისე გვავიწყდება ყველაფერი, იწყება ახალი. და რა თქმა უნდა, ღმერთს ესეთი რამეა გამზადებული, რატო უშვებს იმასაც ვერ ვიკით. აბსოლუტურად ყველაფერს გადაფარავს ბოლოს და იქით მადლობას ვეთქვით ღმერთს ამ ყველაფრისთვის. გახსოვთ 51 ფსალმუშია ძალიან საინტერესო სიტყვები. როდესაც დავითი ნანობს თავის ცოდვას და უნდა რომ თავი გაიმართლოს რაღაცით, რომ აი ცოდვაში უსჯულებებში დავიბადე და რაღაცა მაინც იყო მაპროვოცირებელი, მთლად შენ წინააღმდეგი და მთლად მითი შენი სიძულვილით არ გამიკეთებია ეს ცოდვა. სანამ ამ სიტყვებს საოცარ სიტყვებს ამბობს დავითი ფსალმუში. რომ თუ უფალო მოვინდომეფო რომ თავი გავიმართლო შენ წინაშე და საუკეთესო ადვოკატებს ავიყვან ამისათვის. თელ სიბრძნეს შემოვკრიბავ, მაინც შენ მართალი გამოხვალ. ანუ სასამართლოში რო გავიტანო შენი საქმეო, საუკეთესო მოსამართლეებისა და საუკეთესო ადვოკატები რო დავიხმარო შენ წინააღმდეგო, შენ მაინც გამართლდები. ასე რომ და ამის მერე იწყებს გამართლებას. ეს 54 ფსალმუნი ამით არის ძალიან მაგარი. რომ მე რაღაცა მინდა ღვთისნიაში გამართლება თქვა რა, მას წინ უძღვის რა, რომ ეხლა მე თავს კი არ ვიმართლებ მართლა, ბოლომდე როგორ ვარ მართალი არა ვარ არაფერს, მაგრამ გაითვალისწინე რაღაცები უფალო როცა მიწყალებ. რომ მე რაღაცა შეინწყალობა გადაფაროს ჩემი ცოდვები. ამიტომ აქედან ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ განსაკუთრებით მანდილოსნები. რომ მით უმეტეს დღეს, როდესაც საშინლად უჭირს ჩვენ საზოგადოებას, ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც სამსახურები არ აქვთ, ოჯახები უნდა შექმნათ და ვერ ქმნიან. ხედავენ რომ ვიღაცა გოგოები არაბებთან დადიან და ფულზე და აგერ თვითონ უნდა ცოლი იყოს და 1000 ეჭვებშია ვერ მოყავს. ვიღაცა ლამაზმანი შავარებთან დარბის და აგერ ყველაფერთ მოწყალე და თამდაბალ ადამიანთან არ მოდის და ფეხებზე იკიდებს ბუდიშთან გამოთქმაზე და ვიღაცა მტარვალთან და უზურპატორ ტიპთან ესეთ რაღაცებს ჩადის, რაც წარმოუდგენელი ამ კაცისათვის, რა თქმა უნდა ეს ჩაგრავს ადამიანს. ეს გროვდება და სადაც ამოასხავს. და მე დავდივარ და ვიტყვით რატო მოხდა, რისთვის მოხდა, რატომ? იმიტომ მოხდა რომ მთელი საზოგადოება აცდენილი ღვთის გზას. სახარებაში არის ძალიან საინტერესო რამე ნათქვამი, რომ ესაესთან ბოდიში წმინდა წერილში, რომ თქვენი მთავრებიო ურწმუნოებენო ჩემ ქვეყანაში
ქვეყანა, რომელიც მე ჩემი რწმენით შევინახე. ჩემი რწმენისათვის მაგამზადებული. და ჩამოთვლილია მე 1000 უბედურები. ეს ყველაფერი მოგივათო თქვენო, იმიტომ რომ ჩემგან არ გინდათ გამოიხედოთ. მე მარადივოლი ვარო, თქვენ ჩაიხოცებით, სხვას მოვიყვან და თქვენ რატო არ გინდათ რომ ეგცე. ისე რომ ეს ყველაფერი გაივლის მოიყვანს ღმერთი რჩეულ ადამიანს მერე და წაგებული ვინ დარჩება? დარჩებით ჩვენ. რომლებაც არ ვიომეთ, არ ვიბრძოლეთ, ერთმანეთს არ გაუფრთხილდით, ერთმანეთი არ დავიცავით. ხო, მე იმდენი შემთხვევა ვიცი ხა, როდესაც შემოდიან მუსლიმები და შეურაცხყოფას აყენებენ ტაძარს და ხმის ამომღები სულ 1-2 კაცი ვიცი მარტო. და თვითონ გიდებიც გეუბნებიან იმათ მერე რომ რატო ხმას იღებ. ყველაფერს შეურაცხყოფენ და შენ ეს სად მიდის? ეს გროვდება. არ გახსოვთ საქართველოში როგორ იყო ელისტომელი, ითმინეს ქართველებმა. თავიდანვე არ მიიღეს ზომები და მერე მოუწიათ დედაწულიანთ ამოხოცესო. ანუ პატარა ბავშვებიც კი ამოხოცეს 60,000 კაცი ერთ დღეში. აქამდე ხორნა მივიყვანო ჩვენ თავი რომ მე ასეთი ველურებად გადავიქცე. ესე რომ მე ვეღარ უძლებ ხო გამოდიხარ კონტროლიდან და გონია რომ გაუძლებ, ვერ გაუძლებ. და ვიღაცას რო დღეს ხალიჩას უგებ, ხვალის შენ ხალიჩას არ დაგიგებს. აქეთ გადაგივლის შენ, იმიტომ რომ ის თავისათვლის ჩვენ არ ვიმყოფებით კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ოზეციური სასუფევლის შვილები ვართ და მიწეური რელიგიებისა და მიწეური სასუფევლის შვილები ყოველთვის შენი მტრები იქნებიან. იქიდან თუ ვინმე მოიქცევა ეხა აბოთფილელივით და ვიღაცავით კი ბატონო. მივიღებთ და წმინდანასაც შევრაცხავთ და მაზეც ვილოცებთ, მაგრამ სხვები ეს ძალიან გასაფრთხილებელია, ამიტომ ნუ მივიყვანთ ჩვენ თავს იმ მდგომარეობამდე, მერე გამოსავალი კარები ვეღარ ვიპოვოთ და კედლის განგრევა დაგჭირდეს. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვებისათვის. ნამდვილად საინტერესო შეკითხვები იყო. სამწუხაროდ სახარების განმარტება ვერ მოვასწარით. მაგრამ არა უშავს სხვა დროს მოგვეცემა ამის ღვთისწყალობით ამის საშუალება და სახარებასაც მიუბრუნდებით. გემშვიდობებით შეგახსენებთ რომ ყოველ დღე ქართული არხის პირდაპირ ეთერში 5-დან 7 საათამდე თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ტაძრის მოდელსახურს დაუსვათ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო საეკლესიო თემებზე.